დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგზე. როდესაც ალკოჰოლზე საუბრობთ ხოლმე ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ის ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩვენი ორგანიზმის შიგნით და ჩვენს ქცევაშიც კი. თუ ჩვენ წამლებზე ვსაუბრობთ, ვითვალისწინებთ მათ გავლენას ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა პროცესზე და მათ კეთილმყოფელ როლზე, მაშინ, როდესაც ძალიან გვჭირდება წამლების დახმარება. თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, თუ დავარღვიეთ ამ წამლების მოხმარების წესები, ჩვენ აუცილებლად აღმოჩნდებით საფრთხის წინაშე და ასეთ შემთხვევაში სიფრთხილე, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ წამლებთან მიმართებაში, ასევე გვაერთიანებს იმ სიფრთხილესთან, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ ალკოჰოლის მოხმარებისას. განსაკუთრებით საყურადღებო არის მდგომარეობა, როდესაც წამალი და ალკოჰოლი ერთდროულად აღმოჩნდება ხოლმე ჩვენს ორგანიზმში და ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება. მაგალითად, ადამიანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომელიღაც მედიკამენტს მოიხმარს. ან შეიძლება სულაც წამალი დალიოს ალკოჰოლთან ერთად. ან მოდით ეს მდგომარეობები დეტალურად ცალ-ცალკე განვიხილოთ ჩვენს გადაცემაში ხანმოკლე ხრის შემდეგ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ნივთიერება სხვა ნივთიერებასთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა განსხვავებულად იქცეოდეს, ვიდრე მაშინ, როდესაც მას დამოუკიდებლად მივიღებთ. განსაკუთრებით საყურადღებო ეს კანონზომიერება არის მაშინ, როდესაც სამკურნალო წამლებზე ვსაუბრობთ, სამკურნალო საშუალებებზე, მედიკამენტებზე ვსაუბრობთ და უნდა გავითვალისწინოთ მათი ურთიერთქმედება ისეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან, როგორიც გახლავთ ალკოჰოლი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაკოლოგი ქალბატონი მაია ოპუჯავა. მაიკო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როდესაც ჩვენ წლების მანძილზე ხვდებით ერთმანეთს ამ გადაცემის ფარგლებში და ვსაუბრობთ ამა თუ იმ საჭიროებო საკითხზე, რომელიც მედიკამენტების მოხმარებას უკავშირდება, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვისმენთ ხოლმე თქვენს რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, მაგალითად სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, როგორ შეიძლება ერთი მიმართულებით ერთმანეთს აძლიერებდნენ, ანუ სინერგიზმს რომ ვეძახით, ანუ პირისპირდებოდნენ თავიანთი ეფექტებით, ანუ ანტაგონიზმს რომ ვუწოდებთ. თუმცა დღეს ჩვენ საუბრობთ სამკურნალო საშუალებებისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებაზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე სადღესასწაულო მარათონის პერიოდში და ზოგადად ჩვენი ყოველდღიურობა არ არის როგორც წესი იმდენად ნეიტრალური, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდეს დაფიქრება ალკოჰოლი იქონიებს თუ არა გავლენას მედიკამენტის ეფექტზე, ან ალკოჰოლური მაგალითად თრობის ფონზე მედიკამენტის გამოყენება როგორ შეცვლის ადამიანის მდგომარეობას. დავიწყოთ იქიდან, რამდენად სწორია, როდესაც ალკოჰოლისა და მედიკამენტის ერთდროული მოხმარება ხდება. მაგალითად, ძალიან დიდხანს კინოფილმებში იყო წამახალისებელი სცენებიც კი, როდესაც ადამიანები არა წყლით, არამედ ალკოჰოლური სასმელის დაყოლებით იღებდნენ ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებას. არის თუ არა აქ რაიმე რაციონალური მარცვალი? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში რა უნდა ითქვას, რომ ბუნებრივია თქვენ დაიწყეთ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის მიღება უხდებათ ხოლმე და ასევე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ასაკის დასთან ერთად ხშირად იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, მით უმეტეს რეგულარულად. აქედან გამომდინარე, აი პირველ თქვენ შეკითხვას რო რაც შეეხება როგორ მივიღოთ წამალი. წამლის სწორ მიღება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ამასაც უნდა აუცილებლად დავაკვირდეთ, რა სითხესთან ერთად ვიღებთ წამალს, იმიტომ რომ ალკოჰოლი მით უმეტეს არის ისეთი სიტყე, რომელიც ძალიან ხშირად შედის ურთიერთქმედებაში სხვადასხვა ნივთიერებებთან და იმ ნივთიერებებთან, რომლებიც არის წამლებში. ამიტომ ამან სრულად შეიძლება შეცვალოს შეწოვაც, შემდეგ უკვე მოქმედება ამ წამლის და სხვათა შორის თვითონ ალკოჰოლის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს. ანუ პოტენცია რაც აქვს, თქვათ ამ კონკრეტულ ალკოჰოლურ სასმელს შეიძლება მედიკამენტთან ურთიერთობაში სრულად სხვაგვარად გამოვლინდეს.
როდესაც თქვენ ბრძანეთ, რატომ არ უნდა დავლიოთ, პრაქტიკულად ამ კითხვას ასე უპასუხეთ თქვენ, რატომ არ უნდა დავლიოთ ალკოჰოლის დაყოლებით ესა თუ ის სამკურნალო საშუალება, თქვენ ხაზი გავუსვით, რომ აქ გასათვალისწინებელია ურთიერთქმედება ალკოჰოლისა სხვადასხვა ქიმიურ ნაერთთან. ეს არის თუ არა გასათვალისწინებელი მაშინ, როდესაც მაგალითად ადამიანები ქრონიკული პრობლემების მქონე იღებენ ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებას და ამავე დროს იღებენ ალკოჰოლურ სასმელს. და არის მეორე მდგომარეობა, როდესაც ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შემდეგ ადამიანს რაღაც მიზეზით სჭირდება სამედიცინო ჩარევა ან რაღაც პრობლემა შეექმნა ისეთი, როდესაც სჭირდება მედიკამენტის გამოყენება. აი ეს ორი მდგომარეობა განვიხილოთ და აქ ყველაზე მეტად რა არის გასათვალისწინებელი. შესაძლოა ჩვენ ვისაუბროთ კონკრეტულ სამკურნალო საშუალებათა კონკრეტულ ფარმაკოლოგიურ ჯგუფებზეც, სადაც ყველაზე სარისკოა. მე მაგალითად სიამოვნებით ვახსენებდი იმ რამდენიმე ჯგუფს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ხოლმე წნევის დამწევის საშუალება, ტკივილ გამაყუჩებელი საშუალება, სიცხის დამწევის საშუალება. შესაძლოა აი ასეთი საშუალებები დასჭირდეს ადამიანს ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელი ეს ურთიერთქმედება. კი ბატონო, აი თავიდან რომ დავიწყოთ რეგულარულ მკურნალობაზე, ბუნებრივია ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ არის იმის ერთმნიშვნელოვანი ჩვენება, რომ ერთ რეგულარული მკურნალობა შეწყდეს ან შეიცვალოს. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია ექიმთან იყოს გავლილი ასეთი შემთხვევები, რომ თქვათ ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში. კი ბატონო, ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, რომ თქვათ თუ გინდ აი ასეთ საზეიმო დღეებში თუ იქნა ისეთი შემთხვევა, რომ გარკვეული რაოდენობით აბარა ამ შემთხვევაში ლაპარაკია მცირე რაოდენობაზე, როდესაც რეგულარულ მკურნალობაზე არის პაციენტი, მოხდა ალკოჰოლის მიღება, შესაძლებელია თუ არა აი ამ რეგულარობის გაგრძელება ან თქვათ უსაჭირო არის გამოტოვება გარკვეული დოზის, იმიტომ რომ მაინც არის გამორჩეულად გარკვეული წამლები, რომლებიც გამორჩეულად შედის ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან. და აქედან გამომდინარე შეიძლება სწორედ კერძო შემთხვევაში მაინც განსხვავებული იყოს ამ თუ როგორ მოიქცევა პაციენტი. რომელია ასეთი გამორჩეულად საყურადღებო შემთხვევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ფართო საზოგადოებამ? თქვათ აი ახლა თუ გინდ აი ლაპარაკობდით საძილე საშუალებებზე. აი მოგახსენებათ, რომ საძილე ეფექტი აქვს ალკოჰოლსაც, თუმცა მისი საძილე ეფექტი არ არის თქვათ ისეთი ჯანსაღი ძილის გამომწვევი და ბუნებრივი ალკოჰოლის საძილეს საშუალებად გამოყენება აბსოლუტურად არასწორია, მაგრამ საძილის საშუალებებთან ერთად მით უმეტეს ის არა მხოლოდ თქვათ ეფექტები ამ შემთხვევაში კი არ იკრიბება, არამედ გაძლიერებაც კი ხდება. ამიტომ ბუნებრივია ეს ძალიან საყურადღებო არის. აი ჰიპოტენზიურ ან წნევის დამწერ საშუალებებთან მიმართებაში რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ალკოჰოლის გამოყენება? სხვათა შორის ძალიან საინტერესოა საერთოდ წნევასთან მიმართებაში, იმიტომ თვითონ αλკოჰოლი ძალიან ეს არაერთმნიშვნელოვნად სulis ხოლმე არტერიულ ან თვითონ იწვევს წნევის მერყეობას. თვითონ მერყეობას უმეტესად როდესაც ვთქვათ დიდი რაოდენობით თავიდან ხდება მიღება ალკოჰოლის, შეიძლება მოხდეს მომატება, შემდეგ ვინაიდან ზოგადად კუნთების მარელაქსირებელი მოქმედება აქ მათ შორის ისწავთა კუნთები შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდის წნევის კლება და უმეტესად აი უფრო მოგვიანებითი ეფექტი თუ გინდ მეორე დღეს ისევ არის არტერიული წნევის მატება. აქედან გამომდინარე ბუნებრივია საჭირო არის წნევის დარეგულირება, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია, თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიხმაროთ წნევის დამწევის საშუალებები, იმიტომ რომ თუ გინდ აი ასეთმა მწვავე დაქვეითება ამ წნევის, შეიძლება გამოიწვიოს იგივე ეს ვარდნა, ხო სისუსტე და ეს უკვე შეიძლება ის კი არა ტრავმებთანაც კი იყოს დაკავშირებული. ანუ ზოგადად ბუნებრივია წნევის დარეგულირება აუცილებელია, მაგრამ აქაც აუცილებლად ექიმის კონსულტაციით თუ რომელი ჯგუფის პრეპარატი არის უმჯობესი, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფის პრეპარატები მაინც უფრო მეტად შევიდეს ურთიერთქმედებაში და უფრო მეტი გვერდითი ეფექტი მოხდეს. თქვენ გულისხმობთ ისეთ მდგომარეობებს, როდესაც მაგალითად ალკოჰოლური თრობის ფონზე ადამიანს სჭირდება წნევის სარეგულაციო წამალი და მან თვითნებურად არ უნდა მიიღოს ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება. როგორც აღნიშნეთ, მეორე დღეს ძალიან ხშირად შეიძლება მით უმეტეს იმ პირებში, რომლებსაც
თავისთავად არტერიული წნევა მომატებული აქვს და ჰიპერტენზია აწუხებთ. მეორე დღეს უფრო ხშირად არის ხოლმე მომატებული წნევა. როდესაც ტკივილგამაყუჩებელი ვახსენე, დამეთანხმებით რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ჯგუფის პრეპარატები ასაკის მიუხედავად და გამონაკლისი შეიძლება არც აღმოჩნდეს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის და გადაწყვეტს რომ ტკივილგამაყუჩებელი გამოიყენოს. არის დადგენილი, თქვათ, აქ რისკები ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და ალკოჰოლის ურთიერთქმედების? ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ აი ტკივილგამაყუჩებელს რაც შეეხება, აი აქაც შეიძლება გარკვეული საინტერესო ურთიერთქმედება გამოვლინდეს. იქიდან გამომდინარე, რომ თუ გინდ ალკოჰოლი გარკვეულწილად არის კუჭის და კუჭნაწლავის ლორწოვანის გამაღიზიანებელი, ისევე როგორც ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, ასევე არასასურველად მოქმედებს, თუმცა ბუნებრივია იმ თერაპიული დოზებით, რომლითაც ვიყენებთ, გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა მინიმუმამდე არის დაყვანილი, მაგრამ როდესაც უკვე ალკოჰოლთან ერთად ხდება მისი გამოყენება და მით უმეტეს თუ განმეორებითად და თუ გინდ აი ალკოჰოლის გამოყენებას განმეორებითად ხდება და მრავალჯერადი მოხმარება უკვე აი ტკივილგამაყუჩებლების ამანაც შეიძლება ადგილობრივად გამოიწვიოს მაგალითად კუჭის და ნაწლავების გაღიზიანება. ასევე შეიძლება კიდევ უფრო არასასურველი ეფექტები იყოს დაკავშირებული თუ გინდ იგივე ღვიძლზე მოქმედებასთან დაკავშირებით, რაც ალკოჰოლსაც ახასიათებს და ასევე ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ გადაჭარბებით მოხმარება, მით უმეტეს ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების არ არის სასურველი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მართლაც აწუხებს ადამიანს თავის ტკივილი, იგივე შეიძლება იყოს ტემპერატურული რეაქცია და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის გვჭირდება ხოლმე კორექცია მდგომარეობის, თუმცა აქაც საჭიროა სიფრთხილე და არ უნდა მოხდეს გადაჭარბებით ამ წამლების გამოყენება. ჩვენ გავაგრძელებთ ახლა საუბარს და გავაგრძელებთ კიდევ ერთ ჩვენს კოლეგასთან ერთად, რომელიც რამდენიმე წამში შემოგვიერთდება. როგორც დაგკვირდით, კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ნევროლოგი, ქალბატონი ნათია ოყუჯავა. ნათია, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მე უნდა გავამხილო, რომ დღეს განსაკუთრებული სტუმრიანობა გვაქვს, იმიტომ რომ ერთი ოჯახიდან ორი პროფესორია ჩვენთან სტუმრად. ორი განსხვავებული მიმართულების ექიმი და დღეს სწორედ ის თემაა, როდესაც თქვენი პროფესიული ინტერესები გამთლიანდება. ყოველ შემთხვევაში მაყურებლისათვის გასაგები სურათი რომ დაიხატოს, სწორედ აი ამ წახნაგებიდან გვინდა დავინახოთ მოვლენები. და როდესაც ჩვენ გვაქვს ტრადიციული შეხვედრები, მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ქალბატონ ნათიასთან ერთად ჩვენ გვაქვს ტრადიციული რუბრიკები. მათ შორის მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, უფრო სწორად მგზავრობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეპილეფსიასთან დაკავშირებით ციკლური საუბრები და რა თქმა უნდა ძილის მედიცინიდან უახლესი ინფორმაცია ყოველთვის არის ხოლმე ჩვენს გადაცემაში მაყურებლისთვის გაზიარებული. როდესაც სადღესასწაულო მარათონზე ვლაპარაკობთ, მე ეს ტერმინი შეგნებულად გამოვიყენე, იმიტომ რომ საკმაოდ ხანგრძლივია ეს პერიოდი, ძალიან ხშირად ჩვენ არც კი ვაკვირდებით, მაგრამ ბარბარობიდან დაწყებული ნათლისღებამდე პრაქტიკულად ერთთვიან პერიოდს ადამიანი განსხვავებულ რეჟიმში ატარებს. თუ გავითვალისწინებთ ზოგადად რა ხდება ჩვენს გარშემო, მიმდინარე მოვლენები, რომელიც უნებურად ასევე აისახება ჩვენზე, რა თქმა უნდა ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, ქმნის გარკვეულ რისკებს, რომელზედაც თქვენ საუბრობთ ხოლმე. რას ნიშნავს ძილის დარღვევა? როდის უნდა ვთქვათ, რომ ძილი დარღვეული გვაქვს და როგორ ვცდილობთ დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ ძილის ჯანსაღი რუტინა? დიდი მადლობა მარი შესაძლებლობისათვის, რომ აი ამ თემაზე ვისაუბროთ და განსაკუთრებით სწორედ ახლა აი ამ მარათონის პერიოდში ჯერ კიდევ. საქმე იმაშია, რომ ძილის დარღვევა ნიშნავს ჩაძინების, ძილის უწყვეტობის და ძილის რაოდენობის
დარღვევას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის აქტივობაზე, მის ყოველდღიურობაზე, მის ღვიძლზე. რეალურად ცუდი ძილი აისახება ცუდ ღვიძლში. აი ამ ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული, უზარმაზარი კლასიფიკაციაა ძილის დარღვევების დაწყებული უძილობიდან, როდესაც ჩვენ აი ეს შინაგანი გარკვეული ფიზიოლოგიური, ფსიქოემოციური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა ხელს გვიშლის აი ესეთი ჯანსაღი ძილის შენარჩუნებაში, დამთავრებული თუ გინდ ხრინვით და სუნთქვის დარღვევით, პაუზებით ძილში, რომელიც ასევე მძიმედ არღვევს ჩვენ ძილს. აი ამ სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს ჩაძინების, ძილის უწყვეტობის და ძილის ხანგრძლივობის დარღვევა. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად მედიკამენტების როლზე და ვსაუბრობთ წარმოდგენაზე, დამკვიდრებულ წარმოდგენაზე, რომ რად გვინდა მედიკამენტი, როდესაც ალკოჰოლის მიღება და გვეხმარება კარგად გემრიელად დავიძინოთ. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ სარგებელზეც და რისკებზეც ერთდროულად ვისაუბროთ. სხვათა შორის ამ მხრივ ორივე ნივთიერება, როგორც ალკოჰოლი, ისე მედიკამენტები საკმაოდ საფრთხილოა ძილის მოწესრიგების თვალსაზრისით და ამ მიზნით გამოსაყენებლად. მათ შორის აძილე საშუალებებიც? დიახ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რას ვეძახით საძილე საშუალებებს, სხვადასხვა მედიკამენტებს, აბსოლუტურად სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებსაც სხვადასხვა მოქმედების გარდა აქვს კიდე ეგრეთ წოდებული საძილე მოქმედება დაწყებული, აი ეგრეთ წოდებული ალერგიის სწამლებიდან, ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან დამთავრებული თუ გინდ გარკვეული ჯგუფით ანტიდეპრესანტები თუ ბენზოდიაზეპინებით უამრავ პრეპარატებს გამოიყენებენ ადამიანები როგორც ეგრეთ წოდებულ საძილეს. მაშინაც კი, როდესაც არ არის გარკვეული აი ამ უძილობის მიზეზი. და ამან შეიძლება უფრო მეტი და ავნოს ადამიანს ბევრად ვიდრე სარგებელი მოუტანოს. და ძილის მეტად დაარღვიოს? და ძილის კიდევ უფრო მეტად დაარღვიოს, დიახ. რაც შეეხება ალკოჰოლს, ეს ცნობილი ამბავია, რომ ნასვამი ადამიანი ყველას უნახავს და ძალიან ადვილად ეძინებათ რა ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამიტომ ესეთი მოსაზრებაც არის გავრცელებული, რომ წამლის დალევას შობია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო, ან ცოტა კონიაკი დავლიო და ადვილად დავიძინო. საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლი აადვილებს ჩაძინებას, მაგრამ შემდეგ უკვე ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები აბსოლუტურად არღვევს ძილის სტრუქტურას. პირიქით იწვევს დისკომფორტს, შეღვიძებას, გაცნობიერებულს ან გაუცნობიერებულს, ბელს და აი ძილის ფაზებიც, ასე ვთქვათ, დარღვეულია და ადამიანი აი ასეთი ამგვარი ჩაძინების შემდეგ და ამგვარი ღამის შემდეგ ნამდვილად ვერ არის გამოძინებული ისე, როგორც ეს საჭიროა, ეს არ არის ჯანსაღი ძილი. ახლა, როდესაც ჩემთან სტუმრად ორი განსხვავებული პროფილის, მაგრამ და არის, რა თქმა უნდა, გარდა იმ კავშირებისა, რომელიც არსებობს თქვენ შორის ბიოლოგიური, ფსიქოემოციური და ასე შემდეგ, არის მნიშვნელოვანი პროფესიული გადაკვეთაც და აქ არის ზუსტად საინტერესო საკითხი. სად არის რისკები, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტების გამოყენებით დარღვეულ ძილზე. ყველაზე ხშირად რომელი ჯგუფის მედიკამენტები განიხილება მბრალმდებლად, რომ დაარღვია ძილი. არის ასეთი მედიკამენტები, რომელსაც შეუძლია ძილის დარღვევა გამოიწვიოს. ბუნებრივია არის ასეთი მედიკამენტები და იცით რომ მთელი რიგი მედიკამენტები რეკომენდებულია საერთოდ არ იქნეს მიღებული ძილის წინ, საერთოდ დღის პირველ ნახევარში ინიშნება. აი რომელი ჯგუფია მაგალითად რომ მაინც იცით რა არის თვითონ ჯგუფის შიგნითაც არის განსხვავებული ქვეჯგუფები, ასე ვთქვათ და ამიტომ მთლიანად ამ ჯგუფებზე არ ვისაუბრებ. მაგრამ მაინც შეიძლება აი დავასახელოთ აი ასეთი მაგალითისათვის, მაგალითად ანტიდეპრესანტები. გარკვეული ჯგუფის ანტიდეპრესანტები ინიშნება ძილის წინ და მათ აქვს საძილე ეფექტი და გარკვეული ტიპის ძილის დარღვევის დროს გარკვეულ ეტაპზე ინიშნება. გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტები შეგნებულად ინიშნება დღის პირველ ნახევარში, იმიტომ რომ ისინი აფხიზლებს. ანუ და არღვევს შესაბამისად ძილს. ანუ მთლიანად ამიტომ ანტიდეპრესანტებზე ვერ ამიტომ ზუსტად ამის შერჩევა უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ და მიღების წესისაც. სხვათა შორის მაყურებელს ჰქონდა რამდენჯერმე ასეთი კითხვა,
და მე ვთვლი რომ ეს სწორედ თქვენ საუბარს მიესადაგება. შარდმდენების გამოყენება, რომელიც ძალიან აქტუალურია არტერიული ჰიპერტენზიის მოსაწესრიგებლად და არა მხოლოდ ჩვენ ვიცით რომ მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. შეიძლება განვიხილოთ როგორც ძილის დარღვევის რისკის შემქმნელი ჯგუფი. კი ბატონო, მე დავიწყებ ამაზე საუბარს. ბუნებრივია, იქიდან თავისი ეფექტიდან გამომდინარე, თავისთავად აუცილებლად მოითხოვს გაღვიძებას ღამის განმავლობაში და ამიტომ ეს თავისთავად აუცილებლად დაარღვევს ძილს. ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ როგორც წესი ინიშნება დღის პირველ ნახევარში. იცით, აი, როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები ძილის დარღვევით და ჩვენ ვცდილობთ გავარკვევთ თქვენ მათ მდგომარეობაში, ყოველთვის ვეკითხებით, თუ კი არის რაიმე გარემო ფაქტორი, რაც არღვევს მათს, მაგალითად გახშირებული შარდვა, ან ტკივილი, ან ესეთი ქოშინი და სუნთქვის გაძნელება გულის უკმარისობის გამო, ხომ აი, რაც ცხადია, აი ეს სიგნალები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი იღებს შარდვის მოთხოვნილების გამო, არის ერთ-ერთი მთავარი შემაფხიზლებელი ფაქტორი და ამიტომ აბსოლუტურად მაიკო სამხრება თანხმები რომ ძნელია არ დაეთანხმო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაიკომ ბრძანა იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის გამოყენება მედიკამენტებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილებაა. მაშინ, როდესაც დააყოლებ ალკოჰოლს და ეს საერთოდ არ განიხილება, ძალიან დელიკატურად გითხრა ამის შესახებ, თუმცა ასევე ბრძანა, რომ ყველაზე გავრცელებული, ფართოდ გამოყენებული ჯგუფების სამკურნალო საშუალებების იქნება ეს მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი საშუალება თუ წნევის სარეგულაციო არის ძალიან სახიფათო კომბინაცია ალკოჰოლთან მიმართებაში. ალკოჰოლი რომ განვიხილოთ, როგორც ძილის დამრღვევი, რა უფრო არღვევს ძილს, არაყი, ლუდი თუ ღვინო, თუ საკუთრივ ალკოჰოლი, როგორც აქტიური ბიოქიმიური ნაერთი. იცით, ალბათ აქ რაოდენობასაც გააჩნია და სხვადასხვა ეფექტს, რომელიც აქვს უფრო მაღალი გრადუსის და კონცენტრირებულ ალკოჰოლს, როგორიც არის დაუშვათ არაყი, ხო ან კონიაკი, სადაც ალკოჰოლის უშუალო ზემოქმედება არის უფრო მეტი და ძილზე მისი ზემოქმედება შესაბამისად და აი ღვინოს და ლუდს რო ახსენებთ თქვენ, აი შარდმდენ ეფექტზე ვისაუბრეთ, პლუს ამისა აქვს აი თუ გინდა ესეთი შარდმდენი ეფექტი, რომელიც კიდე იწვევს ადამიანის შეღვიძებას აი ამ ეფექტის გამო, ესე რომ რა ვიცი, ჩემთვის ცოტა აწონა რა უფრო მეტად არღვევს ძილს რთული იქნება. და ერთი ბოლო კითხვა, მაიკო ბრძანა. მე მინდოდა დამატება, რომ ბუნებრივია აქ ეთანოლი რა რაოდენობით შედის, იქიდან გამომდინარე, იმიტომ რომ განსხვავდება. არის ერთი საკითხი, ერთი წახნაგით, რომელიც ჩვენ არ გვიხსენებია, რომ მედიკამენტს შეუძლია არა მარტო ძილი დაარღვიოს, ვერ დავიძინოთ, შეგვიმოკლოს ძილის ხანგრძლივობა, გვაფხიზლებთ ეს და ასე შემდეგ. შეიძლება პირიქით გამოიწვიოს კიდე ძილიანობა. მოდით ამაზეც ბრძანეთ. არის თუ არა ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გააძლიეროს მაგალითად ძილიანობა. ცხადია და ზუსტად აი რაღაც ჩვენ ისე მსუბუქად შევეხეთ აი ძილის დარღვევის მკურნალობას და თვითმკურნალობა აი სწორედ ამ საფრთხეებში შეიცავს რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები იყენებენ სხვადასხვა მედიკამენტს რომელსაც აქვს ძილიანობის გამომწვევი ეფექტი აი ანტიჰისტამინური ვახსენებე ნუ აღარ არის აქ ლაბარაკი სხვადასხვა სედაციურ საშუალებებზე იმისათვის რომ დაიძინონ უკეთ დაიძინონ და ეს უამრავ რისკებს შეიცავს საკუთარ თავში, იმიტომ რომ დღესდღეობით დადგენილია, რომ თუ უძილობაზე ვლაპარაკობ და არა სხვა ტიპის ძილის დარღვევაზე, არა უძილობის, მკურნალობის საუკეთესო საშუალება ეს არის არაფარმაკოლოგიური, ეგრეთ წოდებული კოგნიტურ-ბიჰევიორული ქცევითი თერაპია. ადამიანმა უნდა ისწავლოს სწორად დაძინება და სხვადასხვა ტექნიკა იმისათვის, რომ მოიხსნას დაძაბულობა, შფოთვა და ასე შემდეგ. ეს დადგენილია, მაგრამ ამავე დროს დადგენილია ისიც, რომ ექიმის დანიშნულებით აი ამ თერაპიის მანძილზე რაღაცა პერიოდში შეიძლება დასაწყისში ან შეიძლება რაღაც ეტაპზე მიზანმიმართულად ჩართული იყოს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატი, მაგრამ ამის გაკეთება და ხანმოკლე დროით, ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს, რა თქმა უნდა და არა თვითმკურნალობას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო დღევანდელი სტუმრობისთვის. ჩვენი ამოცანა, რასაკვირველია, არასოდეს არის კონკრეტულ წამლებზე საუბარი, კონკრეტული ჯგუფების
განსახელება ისე რომ ზოგჯერ წამახალისებლადაც კი მუშაობს ხოლმე ასეთი საუბარი. ჩვენი ამოცანა იყო შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის ის რისკები, რომელიც თითქოს უწყინარ მოქმედებაში არის დაშიფრული და რომელსაც შეუძლია ეს საოცარი სამკუთხედი ძილი მედიკამენტები, ალკოჰოლი ერთმანეთს დაუკავშიროს საკმაოდ სახიფათო გამოსავლით. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ნათია ოკუჯავა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაკოლოგი ქალბატონი მაია ოკუჯავა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გოლოდება. კვებითი რეკომენდაციები ყოველთვის მისადაგებულია საუბრის თემასთან. თქვენ ძალიან კარგად იცით და მიუხედავად თავად შუქნიშნის სამფერისა, ჩვენი რეკომენდაციები მრავალფეროვანია. როდესაც საუბრობთ წამლების, ალკოჰოლის ურთიერთობაზე, უნდა გავითვალისწინოთ ძილი ასეთ შემთხვევაში და ჩვენი ყოველდღიურობა ჩვენ გვჭირდება იმის გათვალისწინება, რომელი რუტინა დაიტევს ამ ყველაფერს და რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ნივთიერების ურთიერთშეხამება ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ. როდესაც მუდმივ ინფორმაციას გარე სამყაროდან ნივთიერებების სახით ჩვენ კვების ფარგლებში ვიღებთ. კვება, რომელიც ერთ თეფშზე უნდა დავატიოთ. ეს არ არის ახირება, ეს არის გარკვეული პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად ფერებისა, ჩვენ ვლაპარაკობთ მრავალფეროვნებაზე კვებაში, ბალანსზე, ანუ წონასწორობაზე და ადამიანების საჭიროებაზე, ინდივიდუალურად მორგებულ საერთო ცოდნაზე, რომელიც მტკიცებით მედიცინას გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კვებით შუქნიშანში ყოველთვის არის მაგალითად ხაზგასმით მითითებული, რომ ყოველდღიური რაციონის სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია. მეორე ნახევარი კი ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ის განსაკუთრებული საიდუმლო, რომელიც დაშიფრულია ჩვენი ორგანიზმის შიგნით. მაგალითად, როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოდის სამკურნალო საშუალება, ესა თუ ის წამალი, ან შემოდის ალკოჰოლი, არის თუ არა ასეთ დროს გასათვალისწინებელი ჩვენი ორგანიზმის პასუხი და სხვადასხვა სახის დანაკარგები. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ვიცით. დიახ, გასათვალისწინებელია და დიახ, ასეთი დანაკარგები არსებობს. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ძილთან მიმართებაში სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებაზე, ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე კონკრეტულ დანაკარგებს, რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს ან გაგვივარესოს ძილი. მაგალითად, როდესაც ალკოჰოლის მოხმარება გვაქვს მხედველობაში, ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ წყლის დანაკარგს. და ასეთ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან ფრთხილი და ითვალისწინებს არა უბრალოდ წყურვილის დაკმაყოფილებას, არამედ ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიურად საჭირო წყლის და სითხის რაოდენობის შევსებას. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად მედიკამენტებთან დაკავშირებულ დანაკარგზე, ჩვენ ვითვალისწინებთ აგრეთვე მედიკამენტების დამსახურებით დაკარგულ წყალზე, მაგალითად შარდმდენების გამოყენებისას. აქვე ვითვალისწინებთ სწორედ მედიკამენტების დამსახურებით დაკარგულ ზოგიერთ მინერალზე. ჩვენ ვამბობთ ხოლმე წყალი და მინერალები, წყალი და მარილები დაგვაკვარგინა ამ წამალმა. მე დაუბრუნდები ალკოჰოლს და გეტყვით, რომ ალკოჰოლიც ასევე გვექცევა, გვაკარგვინებს წყალს და მინერალებს, განსაკუთრებით კალიუმს და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენი გულის კუნთის მდგომარეობაზე. შეიძლება გულის რითმი დაირღვეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად შევაფასეთ ალკოჰოლის გამოყენების რისკი და არასწორად შევაფასეთ მედიკამენტის გამოყენების რისკი. რა შეიძლება ამ დროს ასევე დავკარგოთ? მაგალითად, ალკოჰოლის გამოყენებისას ჩვენ კარგავთ ბეჭდგუფის ვიტამინებს. მედიკამენტების ზოგიერთი სახეობაც გვაკარგვინებს ბეჭდგუფის ვიტამინებს. ალკოჰოლის დამსახურებით შეიძლება წონასწორობიდან გამოვიდეს სრულად მინერალური ცვლა, რომელშიც მაგნიუმი და კალციუმი არის ჩართული და მათი თანაფარდობა გადამწყვეტია. ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტს ასევე შეუძლია გამოიყვანოს მაგნიუმის და კალციუმის თანაფარდობა წონასწორობიდან და გამოიყვანოს მინერალური ცვლა მთლიანად წონასწორობიდან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს წარმოვიდგენთ კვებასთან მიმართებაში.
მე დღეს ვცდილობ რამდენიმე მაგალითით მაქსიმალურად თვალსაჩინოდ დავინახოთ რისკები. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სიმთვრალით დარღვეულ კოორდინაციაზე, ფეხარეული რომ დადის ნასვამი ან თვალი მამაკაცი ან ქალბატონი ასაკის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში ბეჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა მათ შეიძლება ასევე დაგვაკარგვინოს წონასწორობა. ისევე როგორც კალიუმის დაკარგვა შეგვიძლია მაგალითად ალკოჰოლით ან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებით და მის შევსებაზე უნდა ვიზრუნოთ, არის მდგომარეობები, როდესაც დიახ უხვად ბოსტნეულში არსებული კალიუმი, ხილში არსებული კალიუმი, რომელიც ძალიან გვჭირდება, შეიძლება იყოს საზიანოც თუნდაც იმიტომ, რომ კალიუმის სიჭარბე არც გულს წაადგება და არც ჩვენს თირკმელს წაადგება. თქვენ ფიქრობთ ახლა, რომ ლაბირინთში აღმოჩნდით, საიდანაც არ არსებობს გამოსავალი. გამოსავალი არსებობს. გამოსავალი არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ცოდნა, რომელიც გვეუბნება, რომ ალკოჰოლის გამოყენებასაც, მედიკამენტების გამოყენებასაც და საკვები პროდუქტების გამოყენებასაც სჭირდება სიფრთხილე, სჭირდება ზომიერება და სჭირდება დასაბუთებული ჩვენება. და სად იკვეთება ყველა ეს გზა? არა უბრალოდ კვებაში, სადაც ჩვენ ვითვალისწინებთ საკვები ნივთიერებების ურთიერთქმედებას, წამალთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. ეს იკვეთება ნაწლავში. ნაწლავში, სადაც არის პასუხისმგებელი რამდენიმე კომპონენტი ჩვენს გუნებგანწყობაზე, ჩვენს ძილზე, ჩვენს ალკოჰოლურ თრობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ წამლების ეფექტზეც კი. მოდით ცოტა უფრო კონკრეტულად გეტყვით და დავაზუსტებ. ძილთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია და გუნებგანწყობასთან დაკავშირებითაც თუნდაც იმ სეროტონინის დამსახურებით, რომელიც ნაწლავში გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერ ადგილას ჩვენი სხეულისა და თქვენ წარმოიდგინეთ 90%-ზე მეტია ნაწლავში და სადღაც 10%-ამდეა მხოლოდ თავის თვიში. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ნაწლავთან ურთიერთობაში ალკოჰოლზე ან საუბრობთ წამლის ურთიერთობაზე ნაწლავის ბინადარ ბაქტერიებთან, აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი უკვე დადგენილი კანონზომიერება. ალკოჰოლის გადამუშავება, ალკოჰოლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები. როგორ გავლენას იქონიებს ჩვენს ორგანიზმზე, ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა ღვიძლისა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის ჩვენს ნაწლავში ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ამ პროცესებზე და შეუძლია დაიცვას ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნილი ტოქსინებისგან, შხამებისგან, ან პირიქით არ დაიცვას და ასეთ შემთხვევაში არასასურველი ეფექტი ალკოჰოლით დატვირთვის დროს კიდევ უფრო საგრძნობი იქნება. მედიკამენტების შემთხვევაში როგორ მიიღებს ორგანიზმი ამა თუ იმ მედიკამენტს, როგორი იქნება ჩვენი საპასუხო რეაქცია, რამდენად ეფექტიანი იქნება ესა თუ ის წამალი ჩვენთვის, ან ექნება თუ არა მას უფრო მეტი გვერდითი მოვლენები ერთი ადამიანის შემთხვევაში, ვიდრე მეორე ადამიანის შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ესეც დამოკიდებულია ნაწლავზე და მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვერ ვარაუდობთ ამა თუ იმ წამლის, ვთქვათ, ეფექტურობის დაკარგვას, ნაწლავი და მისი ბაქტერიები, მისი ბინადრები ახერხებენ ამ წამლის ძალიან სასურველი ეფექტი გაანეიტრალონ, ან პირიქით გააძლიერონ. ამიტომ კეთილგანწყობა ნაწლავთან არის ბევრად დამოკიდებული იმაზე, როგორ უზრუნველყოფთ მათ ჩვენ მათთვის საჭირო ნივთიერებებით. რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს საკუთრივ ცოცხალი მიკროორგანიზმები, ეგრეთ წოდებული პრობიოტიკები, რომელიც ამ შემთხვევაში მაწონშიც არის, სხვადასხვა სახის მჟავეულშიც არის, რომელიც ტრადიციული მამაპაპური წესით არის დამზადებული და ასევე შეიძლება იყოს მაგალითად ვაშლის ძმარში ან რაიმე სხვა ფერმენტირებულ პროდუქტში. მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ ამ პროდუქტების გამოყენებაზე ნატურალური სახით, ჩვენ მიზნად ვისახავთ არა უბრალოდ გამოკვებას პრობიოტიკებით, ანუ ცოცხალი ორგანიზმებით, მათთვის განკუთვნილი პრებიოტიკებით და მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ანუ პოსტბიოტიკებით, არამედ ვარაუდობთ ჩვენთვის სასურველი წონასწორობის აღდგენას, რომელიც ისევ
მიგვიყვანს კეთილგანწყობასთან და კეთილმეზობლობასთან, ნაწლავთან, იმ ნაწლავთან, რომლის ბინადარი ბაქტერიები არა უბრალოდ ბიომრავალფეროვნებას უზრუნველყოფენ ასეთ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმში, არამედ ამ ბიომრავალფეროვნებით განსაზღვრავენ, როგორ შევითვისებთ მედიკამენტებს, როგორ გავლენას მოახდენს ჩვენზე ალკოჰოლი, რამდენად ტკბილად დაგვეძინება, რამდენად დღეგრძელები და ჯანმრთელები ვიქნებით. გამოდის, რომ ყველა იმ პროცესის გადაკვეთის ადგილი, გზაჯვარედინი ჩვენს ორგანიზმში ნაწლავია და ნაწლავის ჯანმრთელობის, მისი კეთილგანწყობის დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ჯანმრთელობისათვის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.